ზურა ვარდიაშვილს ჩემს კოლეგას მინდა რომ აუცილებლად დავუსვა ეს კითხვა რომ რამდენი ხანია ხო სწავლა დაიწყო ეხლა პირველად წავიდა ბაღში ხო და აი როგორც მშობელი ხა ხო რაღაცა მოკვლევას ატარებ როგორც რადგან დაგვრთანხდი გადაცემაში მონაწილეობაზე ესე იგი ხარ დაინტერესებული პირი ესე იგი მოიკვლიე იზრუნე ხო არა მე ვიცი მშობლები ან დედა ან მამა რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩაბმული ან პირიქით ამათ შემთხვევაში ორივე მშობელი არის კი ბატონო ძალიან კარგი ხო და აი რას აქცევდი ყურადღებას რო არჩევდი და რატომ მიიღე გადაწყვეტილება რომ გეცადა აქ მას შემდეგ რაც ბავშვი გაჩნდა, ირაკლი არის 2 წლის და 8 თვის. არა, რაც გაჩნდა, არა, რაც გავიგეთ რომ უნდა გაჩნდეს, მას შემდეგ ვეძებთ ბაღს. იმიტომ რომ ვიცით მე და ჩემმა მეუღლემ, მე და კვანცამ ვიცით რომ მაშინ ვიცოდით რომ ეს პრობლემაა კარგი ბაღის პოვნა, როგორც კარგი სკოლის პოვნა, როგორც კარგი უნივერსიტეტის პოვნა საქართველოში, განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, ასე როგორც დიდებისთვის ასევე ბავშვებისთვის გვაქვს ბევრი პრობლემა. და გქონდა რამდენიმე კრიტერიუმი. ამ რამდენიმე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა არავინ და არაფერი. და შემდეგ ის იყო რომ ხელი ჩავიქნიეთ, რომ ვერ ვიპოვნით ჩვენ შესაბამის ბაღს და ნუ რა ვიცი რომელი ბაღის ახლოს არის ბაღში მივიყვანთ, რომ გადავწყვეტეთ, მე გავიგე ამ ბაღის შესახებ, მონტესორის ბაღის შესახებ. მონტესორის შესახებ ცხადია მსმენია, ამ მეცნიერის შესახებაც მსმენია, მისი მეთოდოლოგიის ცხადია ღრმად არა, უბრალოდ რა ვიცი, ზოგადი განათლების დონეზე მსმენია. მაგრამ და ასევე ვიცი, რომ ბევრი ამ დასახელების ბაღი არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ერთია დასახელება სოფლიოში და ქვეყანაშიც. გვაქვს მონტესორის ესეპტემბრის მონტესორის ბაღი ესე ქვია ერთ-ერთ ბაღს მაგალითად. მართლა მე მაგრამ ვიცი როგორ არის ეს ღია, ანუ ეს ღია სახელმძღვანელოები ყველას შეუძლიათ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ერთია დაარქვა მონტესორის ბაღი და მეორეა რომ დანერგო და ზუსტად გაყვე და შეასრულო, ხო? თორემ რა ვიცი ნებისმიერ რაღაცის დარქმევა შეიძლება ნებისმიერ რაღაცისთვის. და მას შემდეგ რაც გავიგე ვინ აკეთებდა ამ ბაღს მე უკვე მართლა დავინტერესდი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს არ იქნებოდა რაღაც უბრალოდ სახელის დარქმევა და ამ ბრენდად გამოყენება. რა მოლოდინები გაქვს ახლა? მოლოდინები მაქვს იმისი, რომ ჩემი შვილი, როდესაც ბაღს დაამთავრებს, იქნება მზად შემდეგი ეტაპისთვის, ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის. ექნება ის უნარები, რა უნარებიც მას გამოადგება იმაში, რომ გადავიდეს უკვე სკოლაში და რა ვიცი, ყველა ბავშვისთვის, მე როგორც მესმის, არ ვარ მეცნიერი ამ საკითხის ახლოსაც არ ვარ ამასთან, მაგრამ რა ვიცი, აღიარების დონეზე როგორც მესმის, ეს არის სტრესი. დიდი სტრესი ბავშვისთვის, როდესაც ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადადის. ეხლა, როდესაც ბავშვი მიჩვეულია, რომ რაღაცა დედასთან და მამასთან არის, მუდმივად ძიდასთან არის, ბებოებთან არის, სულ და უცებ აღმოჩნდება სხვა სამყაროში და ეს აუცილებელია რომ აღმოჩნდეს ამ სხვა სამყაროში, იმიტომ რომ რაღაც გაიზრდება ყოველთვის ვერ იქნება და მშობლებთან, ხო და ასევე ბევრი ბაღის რეკლამას შეგვიძლია ვნახე, ყველა ბაღის პროგრამა ვნახე, რაც კი საქართველოში არსებობს და რა ვიცი, გვპირდებიან იმას, რომ ბაღს რო დაამთავრებს, მზად არის უკვე რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს და ეცოდინება ინგლისური, ჩინური, ესპანური, ეცოდინება ფიზიკა, უმაღლეს დონეზე სისულელია ეს ყველაფერი. მთავარი რაც ბაღმა უნდა მოგვცეს არის ის, რომ მისცეს ის უნარები რა უნარებიც მას დასჭირდება ცხოვრების შემდგომ ცხადია თუ რამეს ისწავლის ხელშესახებს. ავ ჩემაშვილმა მაგალითად კითხვაც იცის, მაგრამ რომ არ იცოდეს არ იქნებოდა პრობლემა. კითხვა იცის რა, ანუ ასოებით ცნობა ის ახლა. ცხადია გამართულად ვერ კითხულობს. მაგრამ რომ არ იცოდეს, ამაზე არ შევწუხდებოდი ახლა ამის გამო, თავის დროზე პირველ კლასში მისვარსებობს, რომ პირველ კლასში მივიდეს და იქ ისწავლოს, მაგრამ თავარია, რაც ვიცი ის, რომ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ის უფრო მზად იქნება შემდეგი ცხოვრების შემდეგ ეტაპი. კი ბატონო, ისე აი ტრენინგების დროს თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი როგორც წესი ხო ბავშვს აქვს ხობეს გაუცხოება შენობასთან, ახალ ადამიანებთან, როცა ბაღში მიდის, ხო? აი მონტესორის მეთოდი როგორ უადვილებს ბავშვებს, ამ სულ ერთი წუთი გვაქვს, მაგრამ კი ბატონო. აი ეს ადაპტაციის კვირა რაც ვახსენე, ზუსტად ამისთვის იყო. ჩვენ დავყავით უფრო მცირე ჯგუფებად, ჩვენ დიდი ჯგუფები და მივავლინეთ აი დაახლოებით 60 ბავშვს თითო
უფროსი, ანუ ჩვენ შემთხვევაში მეგზურებს ვეძახით პედაგოგებს, რატომ? იმიტომ რომ ბავშვმა იცოდეს ზუსტად რა მასალა არის წარმოდგენილი საკლასო ოთახში, რა დანიშნულება აქვს, რა ქვია, იმიტომ რომ შემოვა შემდეგ დღეს იცოდეს, რომ მე მინდა ამით მუშაობა და ეს კონკრეტული მასალა სად არის თაროზე განთავსებული. ეხლა ეს მასალები შეიძლება რომ შეხედოს ადამიანმა, ბავშვად ორი ჭიქა, ძაბრი გადასხმა გადმოსხმა და ვერ მიხვდეს, რომ ეხლა რა დიდი ამბავი ამაში დევს, მაგრამ სინამდვილეში ყველა მასალა რაც არის კლასში წარმოდგენილი, ძალიან დიდი შინაარსის და დატვირთვის მატარებელია. ყველაფერი რაღაცა კონკრეტულ მიზანს ისახავს. იქნება ეს კონკრეტული უნარჩვების გამომუშავება თუ სხვა. ამ გადასხმა გადმოსხმით ყველა აქტივობა ისეთია, რომ ან დავუშვათ რა სხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის არის პირველ რიგში, კონცენტრაციის, კოორდინაციის, დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისთვის არის. ბავშვს აჩვევ წესრიგს იმ კუთხით, რომ ერთ მასალაზე სანამ არ დაასრულებს მუშაობა, შეიძლება დავუშვათ დაკარგოს ინტერესი და არ დაასრულოს მუშაობა, უბრალოდ ის მასალა დააბრუნოს თაროზე და ისე გადავიდეს ახალზე, რაც ბავშვს აჩვევს თავიდანვე აი ამ საქმის დაწყება დასრულებას და არა შუაგზაზე მითხოვებას. მადლობა. ანა ახალკაცი ნინო კიკნაძე, მონტესორი უნივერსიტეტის წარმოადგენდნენ დღეს ჩვენს გადაცემაში, მშობელი კი საკუთარ გამოცდილებას ზურა ვარდიაშვილი, ჩემი კოლეგა გვიზიარებდა. არ შემიძლია ზურა, რადგან მით უფრო გვერდით მყავხარ, არ მიულოცო ჩვენს კოლეგას ზია ამაღლობელს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, ფორუმი 2000-ის ჯილდო, რომელიც პრაღაში გაიცა მისთვის, როგორც საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ჯილდოა და დაპატიმრებულ ჟურნალისტ პრიზი, როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს, სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ზუსტად 5 წამი მეყოფა აი მზიარისთვისაც ზის ახლა ციხეში რა პრიზებზეც ახლა ვლაპარაკობთ, რა ბრძოლაზეც ვლაპარაკობთ ამ გადაცემაში კი რა სხვა გადაცემებშიც. სიამდვილეში ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ გქონდეს შესაძლებლობა და მერე ვისაუბროთ იმაზე ჩვენ შვილებს როგორი ბაღი მოუძებნოთ, როგორი განათლების სისტემა შევქმნათ, როგორი ჯანდაცვის სისტემა შევქმნათ. სიამდვილეში ჩვენი ამბიცია, რომ წარმოადგენენ ხოლმე რა deep state-ი რო გვკარნახობს. სიამდვილეში ეს არის იმისთვის, რომ როგორ შევქმნათ უკეთესი ცხოვრება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მადლობა. ზურა ვარდიაშვილი, პუბლიკას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.